მოგესალმებით. დღეს თქვენი სტუმრები გახლავართ პროფესიული განათლების პროფესიული კავშირის თავმჯდომარე დენის დავითაშვილი და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტი პროფესიული განათლების სტანდარტიზაციის და მრავალ საკითხებში ბატონი სერგო მაისურაძე. ჩვენ დიდი ხანია გვაწუხებს ის მდგომარეობა, რაშიც ჩავარდნილია ქვეყანაში პროფესიული განათლება. მაშინ, როდესაც საუბრობს წინა ხელისუფლება, დღევანდელი ხელისუფლება ამ დარგის პრიორიტეტურობაზე, საჭიროებაზე, უამრავი უმუშავრის დასაქმებისათვის, მათთვის ხარისხიანი და მაღალი დონის პროფესიული განათლების უზრუნველყოფისათვის, ფაქტიურად განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მისი ხელშეწყობით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს დონე არამედ აეწიოს, არამედ კიდევ უფრო მეტად ჩავარდეს და ვერ იყოს უზრუნველყოფილი ძირითადი მოთხოვნა პროფესიული განათლება დასაქმებისათვის. წლების მანძილზე ჩვენ ვაყენებდით და ამჟამადაც ვაყენებთ საკითხს და თავიდანვე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვართ პროფესიული განათლების პროფკავშირი, რომელიც ზრუნავთ პროფესიული კოლეჯების, მათი პედაგოგების და იქ მოსწავლე სტუდენტებისთვის ყველანაირი ზომების მისაღწევად და ყველანაირი პირობების შექმნისათვის. ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე ჩვენ დავაყენეთ საკითხი, რომ ჯერ პირველ რიგში მკვეთრად უნდა გაუმჯობესებულიყო და ცვლილებები გაკეთებულიყო კანონში პროფესიული განათლების შესახებ. მინდა გითხრათ დღეს, რომ მესამე წელი დაიწყო და მომავალ წელსაც უცნობია კიდევ შეძლებს თუ არა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეიმუშაოს ისეთი დონის კანონი პროფესიული განათლების შესახებ, რომელიც იმუშავებს კოლეჯებზე, პროფესიულ განათლებაზე, პედაგოგებზე, სტუდენტებზე. ჯერ ძალიან რადიკალურად, კარდინალურად შესაძლოა ეთელი კანონი დაწყებული იქიდან თუ რას განახორციელებს, რა პროგრამებს განახორციელებს და ვისთვის განახორციელებს პროფესიული კოლეჯები. 7 წლის წინათ კოლეჯებს ჩამოერთვათ უფლება პროფესიულ განათლებასთან ერთად განახორციელებიათ ზოგადი განათლება, ამით შეიქმნა ჩიხი და პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებული სტუდენტები ვეღარ აგრძელებენ სწავლას უმაღლეს სასწავლებელში. ეს ერთი. მეორე საკითხი ის, რომ არ არის იმ დონის ანაზღაურება პროფესიულ კოლეჯებში პედაგოგებისა. დღევანდელი შექმნილი ვითარებით პედაგოგებს სხვადასხვა კოლეჯებში ერთ და იგივე სპეციალობებისთვის, ერთ და იგივე განათლებულებს მქონე პედაგოგებს ხელფასი აქვთ ზოგში 8 ლარი, ზოგში 12, ზოგში 15, ზოგში კიდე 22. ანუ ნორმატივი ვერ დაუდგინა განათლების სამინისტრომ და მისი წარდგინებით მთავრობამ ვერ დაუმტკიცა ისეთი ხელფასი, რომელიც იქნება სამართლიანი. გარდა მაგისა, 7 წელია ვერც ერთი კოლეჯის, ვერც ერთი პედაგოგი ვერ სარგებლობს შვებულებით და საშვებულებო 40 დღიანი ანაზღაურებადი ხელფასით. გარდა მაგისა, დღემდე მოუწესრიგებელია მატერიალურ-ტექნიკური ბაზა 8 კოლეჯში, 18 კოლეჯიდან 8 კოლეჯს არ გააჩნია სასწავლო სახელოსნოები. წელს ისეთნაირად მიენიჭა ავტორიზაცია 8 კოლეჯს, რომ გამოცხადდა ჩვენ პირობითად ვანიჭებთ ავტორიზაციას. კანონს სულ 19-ია სპორტის კოლეჯი, მაგას აფინანსებს არა განათლების სამინისტრო, არამედ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. ამიტომ საერთო რაოდენობა კოლეჯების არის 19-ის ორებზანდებით, მაგრამ აქედან 18-ს აფინანსებს და პასუხისმგებელია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. დღემდე მიუხედავად იმისა, რომ ევროპული სტრუქტურები არიან ძალზე გაღიზიანებული იმით, რომ ვერ მოხერხდა თანამედროვე ევროპული დონის პროფესიული სტანდარტების შემუშავება. დღემდე
მიუხედავად იმისა, რომ შარშან დაიხარჯა 400,000 ლარი და ჩვენ ვთვლით, რომ განიავდა ეს თანხები, რადგანაც არც ერთი პროფესიული სტანდარტი შარშან შემუშავებულებიდან არაა დამტკიცებული. იგივე გაგრძელდა წელს, გამოიყო უკვე 1,600,000 პროფესიული სტანდარტების გადამუშავებისათვის და შემდეგ მათი დამტკიცების შემდეგ უნდა ყოფილიყო შემუშავებული ხანგრძლივი ერთ წელზე არანაკლები, წელზე ნახევრიანი, 2 წლიანი მოდულური პროფესიული სანახო პროგრამები. თავიდანვე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ პროფკავშირიც, ასევე როგორც ექსპერტები, რომელთანაც ერთად ჩვენ თანამშრომლობთ და ერთ და იგივე აზზე ვართ, ვთვლით, რომ მხოლოდ ხანგრძლივი მოდულური პროფესიული სანახო პროგრამების შემუშავების შედეგად შესაძლებელი იქნება ახალგაზრდებს, სტუდენტებს მიეცეს ისეთი დონის პროფესიული განათლება, რომ მათ ექნებათ შემდგომ შესაძლებლობა დამსაქმებელთან. ამის მიუხედავად, ახლა მე კიდე გავაგზავნებ რამა იმაში რა ქვიან გასათვალისწინებული კანონში, მაგრამ ძირითადად ჩვენი მოთხოვნები არის ის, რომ სამართლიანობა არ აღმდგარა და 2010-2011 წლებში ლიკვიდირებული ყოფილი ხელისუფლების მიერ 26 პროფესიული კოლეჯიდან არც ერთი არ არის ახლად დაფუძნებული. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 2 წელია ლაპარაკი იმაზეა, მას შემდეგ რაც კომისიამ ჩვენი მონაწილეობით დაადგინა, რომ აუცილებელი და საჭიროა 26 კოლეჯის თავიდან დაფუძნება, არც ერთი არაა დაფუძნებული. გარდა მაგისა, 4 საუკეთესო კოლეჯის საუკეთესო დირექტორი შაშკინის პერიოდში უმიზეზოდ იქნან დათხოვილი და განათლების და მეცნიერების სამინისტრომ უკვე მესამე წელია ვერ დაადგინა ის ფაქტი, რომ ნამდვილად უმიზეზოდ და კანონდარღვევით იყვნენ ეს დირექტორები, საუკეთესო დირექტორები დათხოვნილი და ზომებიც არ მიუღია, არც საუბარიც არ ქონია, არც შეხვედრაზე არ მოუწევიათ ეს პიროვნებები. არ მინდა მე დიახ, უპასუხეს, რომ თქვენ თუ გინდათ სამართლიანობის აღდგენა, მიმართეთ სასამართლოს, როდესაც ვალდებულია ადმინისტრაციული საქმის წარმოებით განიხილოს შესული განცხადება სამართლიანობის აღდგენისათვის და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. მაგისთვის იყო სპეციალური კომისია მოგეხსენებათ ბატონავლუდის ხელმძღვანელობით, მაგრამ ამ 4 დირექტორის გამოძახებასაც საშველი არც გამოუძახიათ. შემდეგი საკითხი, რომელიც არის ძალზე მტკივნეული, ეს არის ის, რომ ახალგაზრდა პედაგოგებზე არავინ არ ზრუნავს. ძალზე ასაკოვანი გახდა პროფესიულ კოლეჯებში მომუშავე პედაგოგები. იმის მიუხედავად, რომ წლების განმავლობაში ვაყენებთ საკითხს, რომ აღდგეს ისევ 4 უმაღლეს სასწავლებელში ინჟინერ-პედაგოგის სპეციალობა და აგრეთვე ინსტრუქტორების მომზადებისათვის ეს არის საწარმოისწავლების ოსტატები, ძირითადი ფიგურა პროფესიული კოლეჯებისათვის, აღდგეს სპეციალური კოლეჯი, სადაც მომზადდება სათანადო დონის სპეციალისტები, რომლებიც განაგრძობენ შემდეგ მუშაობას პროფესიულ კოლეჯებში და არა ისე, როგორც ახლა, მაგალითად ელიავას ბაზრობიდან მოყავთ სპეციალისტები, მოყავთ იქ მდგარი ადამიანები და ავალებენ შენ ხარ აი ამ ჯგუფის ოსტატი, რომელსაც მას არც პედაგოგიკის, არც მეთოდოლოგიის სწავლებისა არანაირი გამოცდილება არ აქვს. ყველასე ხო, რაც თვითონ იცის, ასე ვთქვა და თვითნასწავლი არის ალბათაც. სანამ ბატონ სერგოს გადავცემდეთ, ესე იგი მისი ძალიან სერიოზული საექსპერტო დასკვნის გამოთქვის საშუალებას, მე მინდა გითხრათ, რომ წელს 2015 წლის 5 ნოემბერს ჩვენთვის გახდა ცნობილი, რომ პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოსცა ნომერ 688 ბრძანება, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ შარშან 2013 წლის 26 დეკემბერს გამოცემულ ნომერ 300 ბრძანებას, რითიდაც დამტკიცდა პროფესიული განათლების განვითარების რეფორმის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები. კერძოდ წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აგრეთვე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა შეემუშავებია, დაემტკიცებია 100 პროფესიული სტანდარტი
და მაგ სტანდარტების, დამტკიცებული სტანდარტების საფუძველზე უნდა მომხდარიყო შემუშავება 61 მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, რომელთა ხანგრძლივობა არის წელიწად ნახევრიდან 2 წლამდე და საერთო რაოდენობა საათებისა არის 2000 საათამდე. ამის მაგივრად და იმის გამო რომ სამინისტრომ და განათლების ხარისხის განვითარების ცენტრმა დირექტორი ჯიბლაძე, ელენე ჯიბლაძე ვერ განახორციელეს ვერც სტანდარტების შემუშავება, ვერც მათი დამტკიცება, ვერც მუშაჯგუფების შექმნა, ვერც სათანადო დონის დამსაქმებლების მოწვევა და ვერც დამტკიცებული სტანდარტების საფუძველზე 61 მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება. სწორედ პრემიერ-მინისტრის ბრძანებით იყო განსაზღვრული, რომ წელს უნდა მომხდარიყო საპილოტე მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო ხანგრძლივი პროგრამების პილოტირება. ამის მაგივრად, რადგანაც ეს ვერ შემუშავდა, წავიდა სუფთა თაღლითობაზე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, მოატყუილა თუ ერთად შეჯერდნენ განათლების მინისტრთან და მის პირველ მოადგილესთან, ეს გამოძიება და სასამართლო გაარკვევს, მაგრამ შეიმუშავეს უცბად, ამოგლეჯილად უпростоრეთ, ამოიღეს ცალკეული ორკვირიანი მაქსიმუმ ერთთვიანი მოდულური პროგრამები და პრემიერ-მინისტრის ბრძანების საწინააღმდეგოდ და კანონის საწინააღმდეგოდ გამოსცეს ბრძანება, რითაც დაავალეს რიგ საჯარო და კერძო კოლეჯებს მოდულური ცალკეული მცირევადიანი პროგრამების პილოტირება. როგორც ეს გახდა ჩვენთვის ცნობილი და ოფიციალურად გადმოგვცეს, ჩვენ წავიკითხეთ ბრძანებაში, რომ წერია, რომ პროფესიული სტუდენტის სტატუსის მაგივრად მათ ბრძანებაში ჩაწერეს, რომ ის ახალგაზრდები, რომელიც მოწვეულნი იქნებიან, ესენი იქნებიან უბრალო მსმენელები. დიპლომის მაგივრად ამ მსმენელებს ამ ორკვირიანი ერთთვიანი სწავლის გავლის შემდეგ მიენიჭებათ სტატუსი, დოკუმენტი, სერტიფიკატი. არც მსმენელის და არც სერტიფიკატის იმას საქართველოს კანონმდებლობა არ ცნობს. ამავე დროს აქვე დაავალეს აი ამ პილოტირების ჩატარება ორკვირიანების, ერთთვიანების, არა მარტო საჯარო კოლეჯებს, ასევე კერძო კოლეჯებს. აქ უკვე დაუშვეს დისკრიმინაცია და კერძო კოლეჯები გააფრთხილეს, ჩვენ არ დაგაფინანსებთ. როდესაც წავიკითხეთ, რომ წერს არ დაგაფინანსებთ, მაგრამ დავაფინანსებთ საჯარო კოლეჯებს, ჩვენ ლოგიკური შეკითხვა დაგვებადა. კი, მაგრამ რის საფუძველზე და ვინ დააფინანსებს აი ამ პილოტირებას მცირევადიანი იმისა, საქართველოს კანონმდებლობა, კანონი პროფესიული განათლების შესახებ, მთავრობის მიერ გამოცემული დადგენილება 254, რომელიც გულისხმობს ვაუჩერულ და პროგრამულ დაფინანსებას მხოლოდ ავტორიზირებულ სპეციალობებზე, ავტორიზირებულ პროფესიულ კოლეჯებში, პროფესიული სტუდენტების დაფინანსებისათვის და პედაგოგების დაფინანსებისათვის. ეს ყველაფერი იყო დარღვეული და ნათლად ჩანს პრემიერ-მინისტრის ბრძანების საწინააღმდეგოდ, ბრძანებას უშვებს. კანონმდებლობა არ იცნობს ასეთ სტატუსებს, ასევე დაფინანსება არ არის საერთოდ გათვალისწინებული და მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ჩვენ მივმართეთ შეკითხვით, კი, მაგრამ ვაცნობეთ დაფინანსების წყარო. კიდევ ერთი ისეთი კანონდარღვევა დაფიქსირდა, კიდე გამოუშვეს კიდე ერთი ბრძანება, რომლითაც აიღეს და დაიწყეს ფათური, ნამდვილად ამას ქვია ხელის ფათური ბიუჯეტის კანონში და საბიუჯეტო უფლებამოსილებებში. კანონით გათვალისწინებულია თუ რაიმე პროგრამაში, ქვეპროგრამაში, კლასიფიკაციაში გასაკეთებელია მხარჯავის მიერ რაიმე ცვლილება, მხარჯავმა, ამ შემთხვევაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, უნდა თითოეული ეს შეათანხმოს ფინანსთა სამინისტროს მინისტრს. ასეთი შეთანხმება არ ყოფილა. ეხლა აქედან გამომდინარე ვიცით, რომ შექმნილი ასეთი ცდარი აზრი, რომ ვითომაც პროფესიული განათლების პროფკავშირი წინააღმდეგია მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შექმნისა და პილოტირებისა. ვერ დავეთანხმები მაგას, ჩვენ მომხრეები ვართ, რომ შემუშავდეს, ექსპერტიზა გაუკეთდეს ხანგრძლივ, სერიოზულ მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლის დასრულების და ათვისების შემდეგ ახალგაზრდებს ექნებათ დიპლომის მიღების შემდეგ შესაძლებლობა დასაქმდნენ დამსაქმებელი. ამავე დროს არ ითხოვს განათლების სამინისტროდან მე მინდა მცირევადიანი მოდულური პროგრამის პილოტირება. ან ვინ შეაფასებს
შედეგს მაგ იმისა. ეხლა საბოლოოდ ჩემ ნაწილში მივამთავრებ იმით, რომ ორივე ბრძანება გასაჩივრებულია სასამართლოში. პირველ ბრძანების 688 ბრძანების მიმართ სასამართლომ მიიღო სათანადო გადაწყვეტილება განჩინებით, ის მიღებულია წარმოებაში, შეჩერებულია 688 ბრძანების მოქმედება, ხოლო რაც შეეხება დაფინანსების ძალიან დიდ კანონდარღვევას, ეს უკვე კრიმინალთან გვაქვს საქმე, როგორც ჩანს, ჩვენ მივდივართ ორი გზით, ერთი გასაჩივრდება ის სააპელაციო სასამართლოში სათანადო მტკიცებულებებით, რომ შესაძლებლობა არის აი იმ თანხების ლაპარაკია 87,500 დიახ, სააპელაციო სასამართლოში ხვალ შევა სკერძო საჩივარი, რადგანაც ჩვენ ამ ეტაპისთვის მოპოვებული არ ქონდა ყველა ის მტკიცებულება, რომელიც ნათლად გამოჩნდებოდა მოსამართლისთვის, რომ ის უნდა შეჩერდეს და ბათილად უნდა იყოს, რადგანაც საშიშროებაა, რომ ეს თანხა, რომელიც ჩარიცხულია პროფესიულ კოლეჯებში, 8 პროფესიულ კოლეჯში ჩარიცხულია ჯამში 87,500 და თუ არ შეჩერდა მისი მოქმედება, პროფესიულ კოლეჯებს აქვთ კანონიერი უფლება ხარჯონ ესენი, რადგანაც შეჩერდა პილოტირება და არ შეჩერებულა ჯერჯერობით დაფინანსება, რაც არის. ამიტომ ეს ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია და გარდა მაგისა ჩვენ როგორც ჩანს მომავალ კვირას მივმართავთ პროკურატურას, რომელმაც განიხილოს საკითხი განათლების სამინისტროს და პირადად მინისტრის ხელშეწყობით, როგორ გამოსცა უკანონო ბრძანება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ელენე ჯიბლაძემ, რის გამოც დაიწყო კანონსაწინააღმდეგო და საბიუჯეტო სახსრების დახარჯვა და სწორედ უნდა შეჩერდეს მათი ბოლომდე დახარჯვა, ვინაიდან სახეზეა ნამდვილად ძალიან დიდი დარღვევა. ეხლა კი ბატონ სერგოს ძალიან დიდი გამოცდილების მქონე პიროვნებას ადამიანს, რომელიც რაღაც სახელმწიფოებრივად აზროვნებს და წლების განმავლობაში იყო კოლეჯის დირექტორი, რომელმაც ძალიან კარგად იცის რა არის კოლეჯის პედაგოგების ინტერესი, ან სტუდენტების ინტერესი. შეიძლება თუ არა ზიანის მიყენება ან პედაგოგებზე, ან სტუდენტებზე იმ მოკლევადიანი იმის გავლის შემდეგ რა შედეგი შეიძლებოდა? აი ამ საკითხებზე ბატონო სერგო თუ შეიძლება საუბროთ. მოგესალმებით ბატონებო. სამწუხაროდ წინამთავრობის პოლიტიკა, რომელიც ხორციელდებოდა განათლების სისტემაში და კერძოდ პროფესიულ განათლებაში, გრძელდება ისევ დღევანდელ განათლების სამინისტროში. იმიტომ რომ პრაქტიკულად 2006 წელს მიღებული კანონი პროფესიული განათლების შესახებ პრინციპში არ იყო ცუდი კანონი, 7 წელს ხო, 7 წელს მიღებული კანონი არ იყო ცუდი კანონი, უბრალოდ დახვეწა საჭიროებდა, რათა ჰორმონიზირებული იყო პრაქტიკულად ჩვენი განათლების სისტემა პროფესიულ განათლებაში ევროპის განათლების სისტემასთან და იქ წვრილმანები იყო გასაკეთებელი, მაგრამ იმის და მიუხედავად ბატონი შაშკინის მინისტრობის პერიოდში პრაქტიკულად ეს კანონიდან დარჩა, მე მგონი 2 გვერდი თუ რაღაცა რა, მთლიანად ამოიღეს, თუ კი ყველაფერი ისეთი ცვლილებები შევიდა საერთოდ მაკანონში და ამიტომაც ბატონმა დენისმა იმიტომაც ისაუბრა, რომ პრაქტიკულად ახლიდან არის დასაწერი ახლა კანონი. ბატონმა დენისმა ჩამონათვალი გითხრათ რა პრობლემებიც არის პრაქტიკულად იმ კანონმდებლობაში, მაგრამ ერთ-ერთი კიდე არის ის, რომ თავიდან არის შესაქმნელი პროფესიული განათლების სისტემა. იმიტომ რომ პროფესიული განათლების სისტემა არ არის ცალკეული აღებული უბრალოდ საგანმანათლებლო რაღაცა სფერო ქვეყნის. პროფესიული განათლება არის შერწყმული სახელმწიფოს ეკონომიკასთან, სახელმწიფოს სტრატეგიულ გეგმებთან ეკონომიკაში და ზოგადად განვითარებაში ქვეყნის. რა მიმართულებით მიდის ქვეყნის განვითარება, იმის მიხედვით შესაბამისი სპეციალობის ადამიანები ჭირდება ქვეყანას, რათა განახორციელონ ეს განვითარება ხო ქვეყნის. და ეს არის საშუალო რგოლი ჩვენი ინჟინერიის და ჩვენი სპეციალისტების, რომლებმაც უნდა განახორციელონ ეს ფიზიკურად, განახორციელონ ეს აღშენებლობა ჩვენი ქვეყნის.
კარგად მოგეხსენებათ ყველას, რომ პრაქტიკულად ყველა ინვესტორი, რომელიც შემოდის აქ, პირველი კითხვას, რასაც სვავს ინვესტორი, ყავთ თუ არა შესაბამისი სპეციალისტები ქვეყანაში, რათა ის ჩვენი პროექტი განვახორციელოთ ადგილზე. და მერე მიდის ჭიდილი ყოველთვის, რატო ჩამოყავს ჩინელს თავისი ჩინელი სპეციალისტი, რატო ჩამოყავს ინდოელს თავისი ინდოელი სპეციალისტი, თურქი სპეციალისტი და ასე შემდეგ. ნებისმიერი ინვესტორი, ვინც შემოდის საქართველოში ინვესტიციით. და პრაქტიკულად ამის დასტური არის ის, რომ ჩვენი პროფესიული განათლება არის ნოლზე. იმიტომ რომ ჩვენი ხელოსნები თუ კი ვინმე ყავდა ამ 25 წლის წინ, როდესაც მეტნაკლებად საქართველოში პროფესიული განათლება მაღალ დონეზე იდგა, ისევ გერმანული სისტემა, ახლა ძალიან ისეთი არის შეჩვეული, პასუხობენ ყოველთვის, რომ ესო საბჭოთა სისტემა იყო, არ იყო ეს საბჭოთა სისტემა განათლების, ეს იყო გერმანული სისტემა განათლების, სელექტიური განათლება იყო. და ამას ეს ისტორიას ჩაბარდა და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ უნდა განვითარდეთ და ეხლა ჰორმონიზირებული განათლების სისტემა შევქმნათ, რათა ჩვენმა სპეციალისტებმა შეძლონ, იმოღვაწეონ, იმუშაონ, დასაქმდნენ იმ პროექტებში და იმ საქმიანობის სფეროში, რომელთაც შემოდის ინვესტორი და იმ ტექნოლოგიებს უნდა იცნობდეს, რა ტექნოლოგიებითაც ოპერირებენ ისინი ჩვენ ბაზარზე, ხო? და ამის არ ხდება და პრაქტიკულად არ ხდება. პირველი რაც მთავარია, ჩამონათვალი სპეციალობების, მე ახლა მარტივ ტერმინოლოგიით გეტყვით, რომ საზოგადოებას უფრო ადვილად მიხვდეს, რაზეა საუბარი. ანუ ის კლასიფიკატორი სპეციალობების, რომელიც არსებობს ხო ჩვენთან დღევანდელ დღეს საქართველოში. ის არ შეესაბამება კოდებით, იმიტომ რომ კოდირებულია ყველა სპეციალობა, როგორც უმაღლეს განათლებაში, კარგად მოგეხსენებათ, შესაბამისი საერთაშორისო კოდი უნდა კონდეს და დასახელება იმ სპეციალობის შესაბამისად იქიდან გამომდინარე მოცულობა განათლების მიცემის ხო განისაზღვრება უკვე ევროპაში. ეს ყველაფერი ხო დალაგებულია, არსებობს, მაგას ჭირდება უბრალოდ აიღო, თარგმნო და შემოიღო თუ კი რაღაცა ეწინააღმდეგება საქართველოს რეალობას, ხო, იქ შეიძლება რა თქმა უნდა ჰორმონიზაცია განახორციელო და იქ გააკეთო, მაგრამ არაფერი აღებული არის სტრატეგია, როგორც ჩანს რეალური დღევანდელი დღით არსებული დოკუმენტაციით, ხო, პროფესიულ განათლებაში, ყველაფერი არის აღებული იმის, რომ უნდა მოვამზადოთ სადღაც ერთ თვეში, ორ თვეში, ეს იყო პოლიტიკა წინა მთავრობის, უნდა მოვამზადოთ უბრალოდ ადამიანები, რომლებიც აი ამ გარკვეული მინი ტექნოლოგიურ პროცესში ხუთმა კაცმა უნდა იმუშაოს, რომ გააკეთოს თითოეული ოპერაცია. იმის იქით მას ცოდნა არ უნდა გააჩნდეს. ეს არის დიდი ქვეყნებისთვის პოლიტიკა, სადაც არსებობს უზარმაზარი კორპორაციები, უზარმაზარი საწარმოები, რომელიც მასიურ პროდუქციას უშვებენ. ჩვენ ქვეყანაში ამდაგვარი არ არის, არ არსებობს. ჩვენთან არის საშუალო და მცირე სერიული წარმოებები თუ კი არის. სამქროს დონეზე არის. უზარმაზარი ქარხნები ჩვენ არა გვაქვს. უზარმაზარი რაც იყო წინა საბჭოთა კავშირის დროს ხო საქართველოში. და ამიტომ ჩვენ გვჭირდება უნივერსალური სპეციალისტები, რომლებსაც შეძლებენ დასაქმდნენ აი ამ პატარა მინი საწარმოებში და ინვესტორის შემოსვლის დროს, თქვათ იგივე სამშენებლო ოპერაციების ჩასატარებლად, რომ რაღაცა გარკვეული ციკლის დასრულებული შეძლოს ხელოსანმა რომ შეასრულოს. იმიტომ რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში შესაბამისად იმ ხელფასით ვერ უზრუნველყოფს ის ინვესტორი იმ დასაქმებას, რომ მან შეასრულოს რაღაცა, აიღოს ერთი ბარი და ან ლაფატკა და აიღოს გადადოს მიწა ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე, რომელსაც ერთი თვე საკმარისია რომ შეასწავლო ადამიანს. ამიტომ აი ეს სტრატეგია უკვე აპრიორში არის ძალიან არასწორი აღებული საქართველოში პროფესიულ განათლებაში და როდესაც უკვე გაიჟღერა რომ მოდულური პროგრამები იქნება შემუშავებული და სტრატეგია, მე გამეხარდა ძალიან რომ, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მოქნილი, ძალიან კარგი სისტემა, ევროპული სისტემა, საერთაშორისო სისტემა. მაგრამ ამისთვის ჯერ ისევ პირველადია რაც არის გასაკეთებელი, ჯერ უნდა განისაზღვროს რა არის პროფესიული მომზადება, რა არის პროფესიული გადამზადება,
და რა არის პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების კურსები. ისევ კანონით უნდა განისაზღვროს ეს ხო ყველაფერი. იმიტომ რომ არიან ადამიანები, რომელსაც გააჩნიათ უკვე რაღაც გარკვეული საბაზისო ცოდნა. ჩემი დირექტორობის პერიოდში ზუსტად აი ეს ანალიზი გაკეთდა რა, რომ პრაქტიკულად 70% ბენეფიციარების სასწავლებლი კოლეჯი, მაშინ ცენტრები იყო, პროფესიული ცენტრები იყო და 70% პრაქტიკულად იყო ან უმაღლეს სასწავლებლების სტუდენტები, ან ისა ქვია, კურსდამთავრებულები უკვე უმაღლესი განათლების. რატო? იმიტომ რომ უმაღლეს განათლებაშიც იგივე პრობლემებია. ცოდნას ვერ ღებულობენ ბავშვები. იგივე პრაქტიკულად 2006 წლიდან რაღაც 3-4 წლის განმავლობაში მეტნაკლებად იმიჯი პროფესიული განათლების იყო ამაღლებული და ბენეფიციარები დაინტერესდნენ, იმიტომ რომ რაღაც ცოდნას ღებულობდნენ მაინც ბავშვები. და მაშინ მქონდა ჩვენ ბრძოლა იმაზე, რომ რამენაირად ისევ ზოგად საგანმანათლებლო მოდული შემოგვეღო სასწავლებელში, იმიტომ რომ 9 კლასს დამთავრებული ბავშვი, რომელიმაც არაა გავლილი ელექტროფიზიკა, აი წარმოიდგინეთ, იმ ბავშვს მერე ღებულობდნენ და ელექტრიკოსად გამოდიოდა ის ხელოსნად. ეს ხო ნონსენსი. და ამიტომ, როდესაც შემოვიდა ეს სტრატეგიულად, რომ უნდა შემუშავდეს ჩვენთან ახალი სტანდარტები და უნდა განხორციელდეს მერე დაწერილი იყოს მოდულური პროგრამები, მე ძალიან გამეხარდა. მაგრამ იმ სახით, როგორც განახორციელა ახლა განათლების სამინისტრომ, ამოგლეჯილად ეს იგივეა ბატონებო რა, რომ მე 6 კლასს დამთავრებული ბავშვი აიღო და პირდაპირ უთხრა, რომ მომავალ წელს შენ გაივლი, ვთქვათ, მერვე კლასის პროგრამას. ის შუალედში ცოდნა რაღაცა ხო უნდა მიიღოს ბავშვმა რა. და ცალ-ცალკე არის განთესილი ეს რამოდენიმე მოდული ზოგში, ზოგად საგანმანათლებლო მოდული განახორციელეს ზოგში დაიწყეს ყოველ შემთხვევაში იმ ბრძანებით განახორციელეს ზოგში განახორციელეს გადამზადების მოდული ზოგში მომზადების რაღაცა ნაწილი მოდული. ეს არის უბრალოდ იცით რა, ეს აი მაგონებს ბრეჟნევის პერიოდს, როდესაც წლის ბოლოს რო გეგმა შევასრულეთ და პატაკი ჩავაბარეთ, რომ პრემიერ-მინისტრის ბრძანება პილოტირების შევასრულეთ რა. იმიტომ რომ სიტყვა პილოტირება ჩანს იმ ბრძანებაში და განხორციელდა. ხოლო შიგნით იქ რა არის, ეს სრული პროგრამაა თუ ამოგლეჯილად რაღაცა მოდულები და რაღაცა, ეს ალბათ იფიქრეს, რომ ამას ყურადღებას არავინ არ მიაჩნევს. მნიშვნელოვანი საკითხი და დაუბრუნდით. ეს არის პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დამტკიცებული სამოქმედო გეგმის ბრძანების შესაბამისი მუხლი, სადაც წერია საპილოტო მოდულარული საგანმანათლებლო პროგრამის მომზადება 2013-ში უნდა ყოფილიყო. ესეც არ გაუკეთებიათ. ერთი საპილოტესი. შემდეგ წერია 2014-ში უნდა განხორციელდეს საპილოტე ისა 61 სპეციალობაში არ შეუმუშავებიათ და არ განხორციელებიათ. იმის მაგერად, რომ შეემუშავებიათ, რაც ბატონმა სერგომ ისაუბრა, ხანგრძლივი, სერიოზული, შესთავაზეს ახალგაზრდებს ექსპერიმენტი წინათ საქართველოში, გახსოვთ თქვენ იყო აბაშის ექსპერიმენტი, კრახი დამთავრდა. ესეც ექსპერიმენტია, მაგრამ ამ ექსპერიმენტს დაუკითხავად და კანონსაწინააღმდეგოდ უნდათ გაეკეთებიათ ახალგაზრდებზე, იმ კოლეჯების პედაგოგებზე. და ეხლა წავიდა ლაპარაკი იმაზე, რომ თურმე პროფესიული განათლების პროფკავშირი და მათთან არსებული და მყოფი ექსპერტები წინააღმდეგები არიან მოდულური პროფესიო საერთო პროგრამების. ჩვენ წინააღმდეგი ვართ, ამოგლეჯილად მთლიანი ხანგრძლივი 2 წლიანი 2000 საათიანი იმიდან რასაც ადგილი აქვს აი ამ შემთხვევაში აი ამ 688 ბრძანების შესაბამისად გაეკეთებიათ ამის პილოტირება. აი რითი დამთავრდებოდა პილოტირება. მე მინდა ჩემთვის ძალიან ღრმად საპატივცემო კოლეჯების დირექტორების, პედაგოგების მიმართ, იმ მსმენელების მშობლების მიმართ. დამთავრდებოდა ეს ერთი თვე, 2 კვირა, თვენახევარი ხო? ახალ წლამდე მთავრდებოდა. ახალ წლამდე რა მოხდებოდა? მოხდებოდა ძალიან დიდი ზიანის მიყენება კოლეჯების ავტორიტეტზე, პედაგოგების ავტორიტეტზე, თვითონ ამ ბავშვებზე წავიდოდნენ დამსაქმებლებთან, ძირითადი მსმენელების ნაკადი მოვიდა
იცით თქვენ დასაქმების პროგრამიდან იმ სიებიდან ამოიღეს ურეკეს ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების პროგრამიდან ისინი მოვიდნენ იმისთვის რომ დასაქმება უნდათ იმ პროგრამაში ჩაერთვენ მათ უთხრეს ურჩიეს წადით ახლა თქვენ პროფესიულ კოლეჯებში გასავლიან თქვენ და შემდეგ თქვენ გექნებათ შესაძლებლობა დასაქმებისა აი ერთი მაგალითად სუბუქი მრეწველობის სპეციალისტის იმაში მოდულები 3 მოდულია ასეთი ერთი ფურნიტურა ესე იგი ასწავლიან ფოლაკების სხვადასხვა ზომების და დიამეტრების იმას არა ფურნიტურის მიკერებას არა მარტო ფურნიტურას და ზმეიკების სიგრძეს სიგანეს შემდეგი საკითხი არის საკერავი მანქანების სახეობები მაგრამ არ ასწავლიან არც კაბის კერვას არც ბიჭიშარლის კერვას არც ქურთუკის კერვას არაფერს არ ასწავლიან ესე იგი ეს უკვე ჩანდა რომ ამათი ის იყო პოპულისტური და როგორმე პრემიერ-მინისტრის თვალებში და მთავრობის კანცელარიის იმაში გამოსულიყვნენ იოლად რომ ჩვენ მოდულური პილოტირება განვახორციელებთ მაგრამ რისი ვინ შეაფასებდა რომ წერენ ჩვენი საპაიცემულო დირექტორები და პედაგოგები რომ ძალიან კმაყოფილები არიან პედაგოგების დაწერილს კითხულობენ უბრალოდ ის უბრალოდ ანანიკას წინათ ძველ დროს ამისთან დოკუმენტებს ერთნაირი ტექსტი ერთნაირი მისამართები აბსოლუტურად და შინაარსი ერთი ცრემლები გამოუშვენ ой სასამართლომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება და იქნებ შეცვალოს და მოგცეს საშუალება სწორედ არ უნდა მისცეს საშუალება რომ ეს 87,000 ლარი ბიუჯეტიდან გამოყოფილი უკანონოდ ბოლომდე გააფლანგონ შედეგი იქნება წინასწარ შემიძლია ვთქვა პასუხისმგებლები ვართ ნულოვანი არც ერთი დამსაქმებელი მათ არ მიიღებს და პილოტირების შედეგები უნდა ყოფილიყო შეფასებული კონკრეტული დამსაქმებლებისაგან რომლებსაც მანამდე უნდა წერილით მიემართათ განათლების სამინისტროსთვის ჩვენ ვაწყობს ცალკეული ასეთი მოდულების საფუძველზე მომზადებული სტუდენტის ახალგაზრდის მიღება მოგვიმზადეთ და მათ უნდა გადაეხადათ ეს ფული ბიუჯეტიდან კი არ უნდა წასულიყო მათი მოთხოვნისისა ეს მოხდა ბიუჯეტის გაფლანგვა ეხლა მე მინდა გითხრათ რომ 8 დეკემბერს იმის შემდეგ რაც სარჩელი შევიტანეთ და დააკმაყოფილა დღევანდელ მონაცემებით და მდგომარეობით სასამართლომ შეჩერებული ამ ბრძანების მოქმედება ჩვენ მიმართეთ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ბატონ პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ ივანე კიღურაძეს კომიტეტის თავმჯდომარეს განათლებისა და მეცნიერების და ქვეყნის მთავარ აუდიტორს ბატონ ლაშა დორდიას უკვე მივიღეთ ჩვენ ქვეყნის აუდიტორიდან წერილი სადაც წერს მადლობას რომ აი ამ დარღვევებზე ჩვენ ვაცნობეთ და იწყებენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური აუდიტის ჩატარებას კანონმდებლობით მინიჭებული მანდატის ფარგლებში მათთვის და აუდიტის ჯგუფის მიერ შესწავლილი იქნება ჩვენს მიერ აი ამ 8 დეკემბერს ესისა და იქნება მიღებული კანონით გათვალისწინებული ზომები. ამიტომ ნუ ატირდებიან პედაგოგები. ჩვენ არ დაგვიზარალებია არც ერთი კოლეჯის, არც ერთი მონქმედი პედაგოგი. ყველანი წლიური დატვირთის შესაბამისად ატარებდნენ აგზელებენ ჩატარებას გაკვეთილებისა მათ არ შეხებია ძირითადში რა იანვრიდან უკვე იანვრის დასაწყისი და შედის აგერ წერილი ოფიციალური ეხლა მე გეტყვით პედაგოგები მოიწვიეს გარედან ამ საათებს ატარებდა არა კოლეჯების პედაგოგები შტატიანი, არამედ ამ ან გარედან მოწვეულ პედაგოგებს არ ქონდათ გავლილი არანაირი კვალიფიკაცია იმისთვის, რომ აი ამ მოდულურ იმაში სწავლებაში ჩართულიყვნენ. მაშინ, როდესაც ბრძანებაში წერია, რომ უნდა ყოფილიყვნენ მომზადებული წინასწარ გადამზადებული წერია. თეორი ტრეინინგი რაღაცა ჩაუტარეს. არა, ახლებს არა. დამატებით ვინც მოიწვიეს, მათთვის ვერ მოასწრეს. ახლებისთვის არა. არა. შემდეგ აქ წერია, ნახეთ რა წერია. მოდულური პროფესიული პროგრამების შემუშავებისათვის აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილების ინიცირება. არ გაუკეთებიათ ეს ინიცირება. ამიტომ ესე იგი აბსოლუტურად რასაც წერენ, საწინააღმდეგოდ აკეთებენ. აი ამ ბრძანებაში წერია, რომ ვინაიდან შეაფასეს მოდულური პროფესიული საკანონმდებლო პროგრამების ფინანსური ესენი რა ქვიან საჭიროებები და აღმოჩნდა, რომ უფრო ძვირია ვიდრე ჩვეულებრივი პროგრამებისა, ამიტომაც ვერ იწყებენ ამის პილოტირებას, რადგანაც ბიუჯეტში ამის შესაძლებლობა არ აქვს. უკაცრავად და ბიუჯეტში მაგის შესაძლებლობა აქვს. წელსაც ბიუჯეტის პროექტი
დამტკიცდა მხოლოდ დეკემბრის 13 რიცხვში და ეს ბრძანება ივლისის თვეში რომ გამოუშვეს ძირითადი, მაშინ საკმაოდ დრო იყო რომ ყოფილიყო ეს გათვალისწინებული. აუცილებელი თანხები არ დარჩენილი. ამავე დროს 2 მილიონი ნახევარია მარტო 9 თვის განმავლობაში. ამავე დროს მე მწერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, რომ ჩვენ განფასება მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა არ გაგვკეთებია. ბრძანებაში წერს, რომ გააკეთეს და ძალიან ძვირია. მე მწერს, რომელს დაუჯერო. ამისანა ხალხთან აგვაქვს საქმე. ამიტომ სასამართლო არის ის ინსტანცია, რომელიც განიხილავს რამდენად ზიანი მიაყენა ამ ბრძანების შეჩერებამ პედაგოგს თუ მსმენელს თუ პირიქით შეჩერებით ჩვენ უზრუნველყავით ის სამომავლო ზიანი და დიდი ზარალი როგორც პედაგოგებზე, როგორც ავტორიტეტზე კოლეჯებისა, როგორც სტუდენტების უკმაყოფილებაზე, როგორც საზოგადოებაში რაღაც მოიყვანეს 2 კვირის განმავლობაში რაღაცა ჩაუტარეს გაკვეთილები, მაგრამ მაგ გაკვეთილებით ვერ მიიღეს ის სოდნა, უნარი, რაც თავარია და ვერც მიიღებდნენ მომავალში მოდულურ პროგრამებზეც არის ზიანი რა, პრაქტიკულად, იმიტომ რომ უკვე აღარავინ დაიჯერებს, რომ ეს კარგია და ჩვენ დავაფიქსირეთ ის დიდი საფინანსო სისხლისამართლის დანაშაული, რაც განათლების სამინისტრომ მინისტრმა სანიკიძემ და მისი ხელშეწყობით ეროვნული ცენტრის დირექტორმა ელენა ჯიბლაძემ განახორციელეს და ფინანსთა მინისტრთან შეთანხმების გარეშე კანონის, ანუ ეს არის საბიუჯეტო კოდექსის 31 მუხლის მეორე პუნქტის საწინააღმდეგოდ აიღეს და ერთი მუხლიდან გადაიტანეს მეორე მუხლში გააჩინეს ჩანაწერი, რომ თანხებს ურიცხავენ კოლეჯების დაფინანსებისათვის. უკაცრავად და კოლეჯების დაფინანსება არის მხოლოდ კანონის პროფესიული განათლების შესახებ 35 მუხლის და თავრობის განკარგულებით 254 დადგენილებით განსაზღვრული მოცულობები, ვაუჩერული და პროგრამული დაფინანსებით. სხვანაირ საბიუჯეტო დაფინანსებას ჩვენი ქვეყანა, ჩვენი კანონმდებლობა არ იცნობს და ამაზე პასუხი უნდა აგოს ამის გამხორციელებელმა. მე კიდე ერთხელ მინდა ვთხოვო იმ პედაგოგიური კოლექტივის ხელმძღვანელებს, იმ პედაგოგებს, რომ შევხვდეთ, ვიწევთ ყველას ერთად განვიხილოთ ის ზიანი და ზარალი, რაც მიაყენა აი ამ ბრძანებამ და თუ მართლა გონიათ მათ, რომ რაიმე ზიანი და ზარალი მათ ამ ბრძანების შეჩერებით შესაძლო იქნებოდა როგორაც ცერგო? არა, არავითარი ზიანი არ არის პედაგოგის პირიქით ავარიდეთ. კიდე არ არის. მადლობა თქვენ.